მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ მომდევნო კვირის პროგნოზი, ჩვენი ტრადიციული გაშლა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვნახოთ სიგნიფიკაციę, ვისთვის იქნება ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ახლა და უკვე შემდეგ ვნახოთ რა გველოდება მომდევნო კვირის განმავლობაში, ხო? Kvისთვის არის ეს გაშლა, ნახოთ. რა ენერგიებში ხართ ეხლა და შემდეგ რას მოგვიტანს რა ენერგიები იქნება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მომდევნო კვირაში, ვინც პირველად ხართ. აქ არის ერთი პოზიცია, უბრალოდ სიგნიფიკაციით უნდა მივხვდეთ და არის კარიერა, ფინანსები, ურთიერთობა. შეიძლება სამივე რეზონირდება, შეიძლება რომელიმე, იმიტომ რომ ახლა საჯარო გაშლაში მასეა ყველა უნდა დავიჭიროთ ჩვენი ინფორმაცია, ხო? მაგედაც კარგი ინტუიცია გაქვთ ყველას, ვინც აქ ხართ ვიცი და ამიტომ მივხვდები თქვენია თუ არა. და კარიერაში რას აქ რას გულისხმობ? ზოგისთვის ბიზნესი, ზოგისთვის შეიძლება სწავლაც იყოს, შეიძლება სამსახური, ხო? ნახოთ აბა მომდევნო კვირის განმავლობაში რა გველოდება. და ფინანსები ყველა ვარიანტში ეს არის აუცილებელი. ხო, გავიკოთ რამდენი ხანია რა მიხია ეს დასტა და რაღაც მოითხოვა. ვნახოთ რას გვეტყვის კარგს. რას გვეტყვის კარგს ფინანსები. так, და ურთიერთობაც ვნახოთ აბა. მოვიდა გაზაფხული, რით გაგვახარებს, ხო, ურთიერთობა, ვნახოთ აბა. რითი გაგვახარებს ურთიერთობა. так. აბა ვნახოთ. всё, დავიწყე. ვისი აქ ვიღაცას ქონდა ან კორწილი, ან რაღაც ძალიან მაგარი სიტუაცია გაქვთ ურთიერთობაში. შეიძლება ძალიან კარგი გაგება გაქვთ, შეიძლება გეუბნებით ვიღაცა მიიღო წინადადება და ქონდათ ქორწილი. აბა დაწერეთ ახლა ვის ქონდათ ქორწილი და არ დაგპატიჟეთ ჩვენ, ხო? ან ვინ მიიღო წინადადება, რომ ან ვიღაცა ემზადება ქორწილისთვის, ხო? კიდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ არის ნუსხად შორის ძალიან კარგი ენერგია, ფულზეც რო ვთქვათ, პრინციპში თქვენ ახლა გაქვთ ასე ვთქვათ ჰარმონია, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია გაქვთ, რო გითხრათ, რომ თქვენ ახლა უფრო რატომღაც უფრო ურთიერთობაზე მომდის აქ ინფორმაცია, ხო? ეთყობა რაღაც მაგას უფრო მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ რა არის იცით, მე რა მოდის იცით ახლა ჩემთან ვიღაცისთვის იქნება ეთყობა ეს ინფორმაცია, შეიძლება ვიღაცას თუ ბიზნესი გაქვთ, გაერთიანება მოხდა ორი ფილიალის, არ ვიცი ჩემო სიხარულებო, ვისთვის მოდის ეს ინფორმაცია, მიიღეთ თქვენ. რაღაც გაერთიანება შეიძლება დაუშვოთ, აი მუშაობ და ძალიან კარგი გუნდი ყავთ, ხო? აი სადაც ახლა ყველა რაღაცა ცვლილებას აკეთებს იმ საქმისთვის, რა საქმეშიც ხართ. კიდე შეიძლება დაუშვოთ თქვენ ახლა დაიწყეთ მუშაობა ძალიან კარგ ოჯახში, ხო? იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი გოგოები არიან ემიგრანტები, ვინც მუშაობს ოჯახებში კი. კიდე შეიძლება
დაიწყო რაღაცა, ნახეთ, ბევრი დახარჯული გქონდა დრო ან ფინანსები რაღაცა სიამოვნო სიტუაციისთვის რა. ანუ ეს შეიძლება იყოს გაერთიანება ოჯახის, არ გამოვრიცხავ ამას. საინტერესო, ძალიან ლამაზი პოზიცია, კი, რაღაცა ცვლილებები არის აქ, იცით? კიდე ნახეთ, რა საინტერესოა. აქ იცით რომ აი გეტყვით ახლა რა ხდება. ნახეთ, ზოგისთვის რაღაცა ახალი ეტაპის წინაშე გახართ, იცით? ანუ ნახეთ, სიტუაცია შეიცვლება, ჯერ შეიძლება თქვენ ეგ არ იცით, ნახეთ, იმიტომ რომ აქ ეს ფულის ენერგია ძალიან წამოვიდა, ისეთი არკანები უფრო დაჟე მაგაზეც ლაპარაკობდა, ნახეთ, ანუ თითქოს თქვენ ახლა ორიანი ყოველთვის ახალი დაწყება, რაღაცის დაწყება რა. ანუ მე გულით ვირჩევ რაღაცას, შეიძლება საქმეს და საქმეს ვაკეთებ ისეც, რომელიც თქვათ ჩემთვის არის სასიამოვნო, კიდევაც тут ვიღაცა ეზოტერიკა ყველა ვარიანტი აქ არის, ტრიალებ თქვენ, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო. იცვლება აქ ენერგიები, დააკვირდეთ. დააკვირდეთ, იმიტომ რომ ეხლა ეს კი ვამბობ ჩვენ, თქვენ ეხლა აი ეხლა ხართ ენერგიებში, სადაც უნდა იგრძნოთ თქვენ თვითონ ცვლილებები. მაგრამ არ იცით ჯერ. რაღაცა დაიმსახურეთ, რაღაცა დიდი ფული დაიმსახურეთ, იმიტომ რომ დიდ ფულზეა ლაპარაკი აქ. ნახოთ, აბა, ხო, ეხლა გააქვთ როგორ იცით? აი ეხლა გააქვთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. კი, ყველაფერს აკეთებთ მაგისთვის, მაგრამ რაღაცა შეჩერდა, მაგრამ აი, იცით როგორი მომენტი არის? შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა, იმიტომ შეგიჩერდათ, რომ ოჯახს ძალიან ბევრი დრო დაუთმეთ. ვიღაცამ შვილი ყავს, ვიღაცა ახალი შეძენილი. ესო ცოტა კიდე დაგჭირთ და ვისაც ფულს აინტერესებდა, აქ გეუბნებით, აქ რაღაცა ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, ხედავთ? და ეხლა მოდით ნახოთ ჩვენ მომდევნო საინტერესო პოზიცია, იმიტომ რომ აქ ამდენი მაღალი არკანები რო არის, რაღაცა შეიცვლება და ეს ცვლილება თქვენ დაიმსახურეთ და ისეთი, რომელიც აი ძალიან გჭირდებოდა და გინდოდათ. აქ რაღაცა მაინც ფინანსური თემაა მოდის. ნუ ურთიერთობაზე რას გითხარით, კი. ვიღაცას მინდა გაგაფრთხილოთ, ნახეთ კიდე რა. ვისაც ეხლა ან შეხვდა, ან დაუშვოთ ეხლა დაკორწინება. თქვენ ცხოვრებაში დიდი ცვლილება კი მიხდა, მაგრამ ჯერ არ იცით, რომ აი ამ ადამიანთან დიდი კარმული გზა გაქვთ გასავლელი, კარმული პარტნიორი შემოვიდა ვიღაცასთან ძალიან სერიოზული. აი აქ. კარმული პარტნიორი ვიცით ჩვენ, ხო, ეს ადამიანი, ვისაც აი დან ეს შმაკის ენერგია, ანუ ეს არის როგორი სიტუაცია, იცით? ну, ბევრ რაღაცებს გაივლით. всё, არ მინდა ეხლა, მე არაფერს ისეც არ გეტყვით, უბრალოდ გითხარით, თუ რამეა, ნახეთ რამე ვიდეო, აქ მაგ რაღაცები, რას ნიშნავს კარმული ურთიერთობა, რომ ძალიან არ წავედეთ შორს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს სხვანაირი სახის გაშლა გვაქვს. ვახ. აბა ვნახოთ. კი ბატონო, პენტაკლების დედოფალი. так, კიდე. კიდე, ვაიმე. აქ კიდე რაღაცა სიტუაცია, იცით როგორი სიტუაცია არის? თუ დაუშვათ თქვენ. გქონდათ მომენტი, რომ გაიგეთ, დაუშვათ, რომ საიდან მოხდა ეს? აქ კარგი პოზიცია. თუ გაქვთ თქვენ აი აქ ეჭვი რაღაცა,
რომ ვიღაცა ყავთ თქვენს პარტნიორს, ხო? იცოდეთ, რომ არა. ეს თქვენ გაიგებთ, რომ არა, ინფორმაცია მოგივათ, რომ არა. თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი. ან თუ ეჭვიანობთ დაუშვათ. აქ ნახეთ, კიდევ ეს არ ვიცი დღეს ვისი ინფორმაცია, მერ დაწერეთ რა, რომ ჩემია დაუშვათ, რომ მივხვდი, რომ თქვენი ეს სიგნიფიკაციით, რომ ძალიან საინტერესო. აქ არის ნახეთ როგორი ენერგიები. თუ დაუშვათ გქონდეთ რამე სანერვიულო, ხო? და იქ ხო იყო, ხა იდასტაში ხო და გონახს. თქვენ აქ რთიშავთ ემოციებს და აკეთებთ თქვენ საქმეს. ეს როგორი თემა იცით, როცა ვამბობ, რომ და ქართულად გადავთარგმნო ახლა, ანუ გააკეთე ის, რაც უნდა გააკეთო და რაც უნდა მოხდეს, მოხდება. აი, ესეთი სიტყვა არის, რა ნათქვამი არის ეგეთი. ემოციებს მე ვთიშავ და ვრთავ საქმიანობას. ანუ პენტაკლების დედოფალი მაინც გაემარჯვებს. სამკუთხედები. ცოლი გაემარჯვებს, იცოდეთ. Так, კაი, всё, დავიწყოთ და მე გავიგოთ პირველი კარიერა. აქ შემიძლია გითხრათ რა. დიდი ხანია იყო სიტუაცია, როცა იყო სტაგნაცია. ანუ არ გქონდათ შეიძლება არც წინსვლა, ნუ რაღაცა პერიოდს გადიდო, ხო, აი აქ ხო ნახეთ, ცვლილება მიდის. აქ კიდე სხვათა შორის დაბალანსება მიდის, იცით? იმიტომ რომ ეხლა ეს მიზიდავს ეს პოზიცია, კარგით. ანუ ნახეთ, წინსვლა გაქვს ძალიან მაგარი ნახტომს გააკეთებ. თუ მუშაობდით დაუშვათ კლიენტებთან, იყო პერიოდი, რომ თქვათ, ანუ აი დიდი ხანი, აი აქ დიდი ხანი შეიძლება თვე მეტი გქონდა თქვენ ისეთი სიტუაცია, როცა დაუშვათ, აი ვერ გეტყვით იმას, რომ თქვათ, ეხლა იყავით რამენაირად ცუდად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო იყო სიტუაცია ერთი და იგივე რა, ანუ არ ხდებოდა რამე ნახტომი, ხო ხდებით და შეიძლება ახლა უკვე ფიქრობდეთ, სად ახართ, თქვათ, კლიენტები, სად არის, თქვათ, ჩემი სამსახური, ნუ რაღაცა არ იყო ესეთი, სხვათა შორის ახლა გამიგია ბევრი ბიზნესმენებისგან, საერთოდ ადამიანებისგან, რომ ეს წინა თვე ძალიან ისეთი იყო, რომ ეძვრა არ იყო, თითქოს რაღაცა გაჩერდა, აი აქაც რაღაცა დიდი ხანი, მაგრამ გამოდიხართ ამ პერიოდიდან. აი თან იცით როგორ, აი ძალიან სწრაფად, აქაც ხო გვაჩვენეს, რომ იცვლება. დაგეთი წამი მაინც არ მასვენებს მე ეს შმაკი. იმიტომ რომ მინდა რომ ამდენი მაღალი არკანი რო არის 5. ესე იგი ფულზე, ხო, გასაგები, მაინც ფულზეა. ესე იგი ფულზე უფრო გვაჩვენებს, კი ბატონო. Так, კარგით, ეს გაიგეთ, ხო? აქ გამოდიხართ თქვენ ეს იგი სტაგნაციიდან და იქნება წინსვლა, კარიერული ყველა ვარიანტი, ახალი კლიენტები, შეიძლება თქვენ დაუშვოთ, ან იყავით მივლინებაში დაუშვოთ და დასრულდება ეს თქვენი ყოფნა და მიდიხართ უკან ბრუნდებით, ან პირიქით, ელოდებოდეთ რამეს თქვა და წინსვლა გექნებათ ყველანაირად რა, აქ ახლა იქნება წინსვლა, არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ, ეხლა თუ გაიგეთ ეს მომენტი, რომ თქვათ, იყო სტაგნაცია, გამოდიხართ რა, გამოდიხართ. იმიტომ რომ რა არის, იცით, მაინც თქვენ ყველაფერს აკეთებდით, აქ ახლა პენტაკლების ენერგია, მაინც ეს არის ფულის ენერგიაც, ხო? ანუ ადამიანი ყველაფერს ცდილობდა, ანუ რაღაცა ეტყობა რა არის კიდე, აი აქ მე აქ რაღაცა მეგონი პროექტიც ვახსენე თუ რაღაც, ხო? არის პერიოდი, ხო, როცა შენ თესავ, ხო? მარცვლევ. მერე პერიოდი არის, როცა უკვე შემოსავალი უნდა აიღო. ეს პერიოდები არის ზოგჯერ ისე თქვა ხანძლივი, აი როცა დაუშვათ შენ ახლა არც არა ელოდები თქვა ახლა დიდ შემოსავალს, მაგრამ ერთი და იგივე, ხო? რატომ? იმიტომ რომ ჩვენ სულ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები, ხო? მაგრამ აქ ადამიანი მაინც აკეთებდა.
რაღაცას გაიგეთ და აქ დიდი გამოცდილება აქვს თავის საქმეში და ერთ და იგივეს აკეთებდა პრინციპში, მაგრამ არ ქონდა ძვრა. ეხლა იქნება და ენერგიებით გეუბნებით, თქვენ დაიჭირეთ თქვენი სიტუაცია, ფინანსები. და ფინანსები. იცით რა არის? ვისაც ქორწილი გქონდათ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ცოტა არ იყოს დარჩით თქვენ ახლა უფულოდ და გასასტუმრებელი გექნებათ ახლა ეს ფინანსები. ხო, აი არ გეგონათ თუ ამდენი დაგეხარჯებოდა სხვათა შორის და ასე დაჯდებოდა ეს თქვენი ქორწილი, არ ვიცი, ვიღაცა აქ დღეს მოვიდა ისეთი ადამიანი. კიდე, აქ შეიძლება იყოს როგორი სიტუაცია, იცით? ვიღაცა მიიღებს თანხას, სხვათა შორის ძალიან საინტერესო, აი სრულიად მოულოდნელად. ანუ აქაც ყურუმია, ხო, რაღაცა ცვლილებები წავა. სწორედ ხო, პარტნიორისგან იქნება, როცა შეიძლება ადრე არც გქონდა, მაგრამ აი თითქოს გაგახარებს, გაიგეთ? აი ადრე თუ არ გახარებდა და თავისი თქვათ შემოსავლით და არაფერს არ აკეთებდა, აქ რაღაცას აკეთებს და ანუ ესე იგი რა ფულის რა იქნება აქ თვითონ ეს ადამიანი ვინც უყურებს იქ როგორ იქნება ფინანსურად სად მიდის კმაყოფილი იქნება აჰა კი გოგოება არ ვიცი აქ იცით როგორი თემა არის აი თქვენთვის საყურადღებოდ უფრო კი თუ რამე დარდი გქონდათ ნამდვილად ეს დარდი თქვენი ფინანსებზე წავა. მაგრამ აქ როგორი ისტორიას მაჩვენებენ, იცით, თითქოს ახლა თქვენ რაღაცა სურვილი გქონდათ და იმ სურვილისკენ მიდიხარ, აი აქ თითქოს ძველი ოცნება, რაც გქონდათ, ის უნდა ასრულდეს, იცით, ფინანსებზე. შეიძლება თქვენ დაუშვათ გინდოდათ რომ თქვენი პარტნიორი ყოფილიყო ის ადამიანი დაუშვათ ვისაც თქვათ ნუ დაგეხმაროს ან ნუ უფრო მონაწილეობა მიიღოს დაუშვათ ფინანსურ თემებში რა და აი გეუბნებით თითქოს რაღაცნაირი აქ ახალი ენერგიები შემოდის იცით ახალი მაგრამ დასები არის რომ გაგეხარდება ძალიან აი ისეთ მონაწილეობას იღებს რომ თქვენ გაგეხარდებათ აი ეს სიამოვნო იქნება თქვენთვის კი აქ თითქოს გეუბნებით რომ აი ეს რაღაცა ისწავლა და ისწავლა ანუ ნახეთ აქ გოგოებო დღეს ძალიან უცნაური გაშლა გვაქვს არ ვიცი ვინ შემოგვიფრინდა ესეთი მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ აქ თქვენ თუ დაუშვათ აი ძველი თქვენი ოცნება ნახეთ საერთოდ ოცნებას რა აქვს ხო როცა ჩვენ დაუშვათ რაღაცას ვწერთ ან ნუ თქვა ჩავიფიქრებთ და ასე შემდეგ ჩვენ ხო გვინდა რომ იმ წუთში მოხდეს ეს ყველაფერი მაგრამ ზოგჯერ მაგისთვის სჭირდება ბევრი დრო და მე არის ხშირ შემთხვევაში სხვათა შორის რომ უკვე დაგვავიწყდება იყო და ვაფშე აღარც გახსოვს ეს ოცნება მაგრამ უცბად სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდებით იმ პერიოდში, როცა აი უნდა ასრულდეს თქვა ეს ოცნება, ხო? აი აქ თითქოს ასეთზე ლაპარაკი, გაიგეთ? დიდი ხანი იყო, მაგრამ აი ეს სიტუაცია, მაგრამ ეხლა უნდა ასრულდეს. რაც ეხება თანხებს. კი, შეიძლება თქვა ახალი რამე შემოსავალიც მოვიდეს, კი შეიძლება თქვა, რომ დიდი წინსვლაც გექნებათ ფინანსური, იმიტომ რომ აქაც პრინციპში ეხლა აქ რაღაცნაირად ბედი თქვენსკენ არის, გაიგეთ? კი ბატონო და არის როგორ იცით რომ მაინც აი სრულიად შეიძლება მოულოდნელადაც ან თქვენი პარტნიორი ანუ მიიღებს მონაწილეობას ხო ან თქვენთანაც აი უცბად წამოვა რაღაცა ფინანსები მაგრამ აქ როგორ არის შეიძლება ახლა დასაწყისში ახლა კვირის დასაწყისში იქნება ცოტა ისე რა
სიტუაცია, მაგრამ მე გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. პარტნიორზე რატო ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ აქ არის რა ქვია იმპერატორი. მაგრამ შეიძლება თქვენც იყო თქვათ იმპერატორის როლში და იტყვით რომ ბოლოს და ბოლოს აღარ მინდა მე ეგეთი სიტუაცია და მაგრამ ხო გეუბნებით თუ დაუშვოთ პარტნიორს ამოვიწყოთ თქვათ ნუ არ მონაწილეობს არანაირი პარტნიორი და ასე შემდეგ აქ კიდე ნახეთ ვიღაცა შეიძლება გადაწყვეტილებას მიიღებენ და მოგცემენ თქვენ წინსვლას მოგცემენ და თქვენი ოცნება შეიძლება თქვენ გინდოდეთ დიდი ხანია და აი ეს აგისრულდებათ, ეს არის კიდე და ხელფასიც მოგემატებათ და ძალიან გაგეხარდებათ. იმიტომ რომ დიდი ხანი თქვათ ელოდებოდეთ ამას და არის ეს წინსვლა. კიდე არის სიტუაცია, როცა თქვენ რაღაცას შეცვლით. დაფიქრდებით, რომ აქ კიდე რაღაც მგონია, კიდე ახალი შეიძლება რაღაც შემოსავალი იყოს. თუ თქვენ დაუშვათ რაღაცა ახალი გაქვთ, აი წყარო, კიდე რაღაცები თქვა დაიწყეთ რა, საიდანაც ფული გინდათ მიიღოთ. აქ და დიდი ხნის წინ თქვა ჩადეთ რაღაცა ფული. ხო არის თქვა რაღაც ეგეთი ანაგროვებდით ფულს სიტყვაზე. აი იქიდანაც მიიღებთ რაღაც ძალიან გაგეხარდება. თუ დააკვირდეთ ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ ნახეთ, ხუთიანი პენტაკლებით იცვლება ტუზით და ძალიან გაგეხარდებათ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი შრომის ნაყოფი. აი ეს სტაგნაცია კიდე ნახეთ მიდის, იმიტომ რომ თქვენ აქ აკეთებთ რაღაცას, გამოდიხართ ამ რთული პერიოდიდან და რჩებით გამარჯვებული. ნახეთ კიდე იგივე არკანები არის, რაც აი აქ გამოვიდა. აბსოლუტურად. აქ რაღაცა სიტუაცია შეიძლება, აქ ღმერთი თქვენსკენ უეჭველი, თქვენი მფარველი ანგელოზები უეჭველი, მაგრამ აქ რაღაც სიტუაცია გოგოებო დააკვირდეთ, აბა თქვენ მამაკაცებზე რას იზავენ? ნახეთ, სულ მაღალი არკანები გავგიჟდე. წინსვლა. იცვლება სიტუაცია, ისე მაინტერესებს, აი მე მომწერეთ რა, იმიტომ რომ ვიღაცასთან კაცი ამოძრავდება. ძალიან სერიოზულად სხვათა შორის და აქ დიდი ფული წამოვა, ესე შეიძლება კვირის ბოლოს უფრო დიდ ფულს მიიღებთ თქვენ აქ. იმიტომ რომ სულ შეიძლება იყო პერიოდი, რომ თქვენ იყავით რა. სულ თქვენ აკეთებდით რაღაცა იმისთვის, რომ ყოფილიყო ყველაფერი კარგად თქვენს სიტუაციაში რა, ანუ თქვენ ფინანსებში. აქ მონაწილეობა არის პარტნიორის. აი მომდის ეგეთი ინფორმაცია, რა ვიცი. ან ის რაც გითხარით, რა თქვენზე თუ არანაირი პარტნიორის არსებობდებით არაფერი წინსვლა გექნებათ, აქ ცვლილებები მიდის, აქ რაღაცა ძალიან კარგული, აი თითქოს დამთავრდა რაღაცა პერიოდი და ძალიან სასიამოვნო მოდის თქვენს. ძალიან კარგი არის ინფორმაცია. უბრალოდ მიიღეთ თქვენ. ძალიან რთულია საერთოდ საჯარო გაშლის გაკეთება, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია მოდის და არის ზოგჯერ აჯაფსანდალი. всё. მიხვდებოდა ვისთვისაც საჭირო იყო, ის ყოველთვის აიღებს თავის ინფორმაციას ურთიერთობა. დედა აი სულ ყურუმი, ნახეთ, მესამე ყურუმი გამოვიდა. მე გეუბნებით, აი აქ კიდე ვიღაცასთან გოგოებო, ნახეთ, და ბიჭებოც ვიღაცისთვის შემიძლია გითხრათ, იქნება რაღაცა თქვენ ყავთ იდუმალი ვიღაცა აქ ადამიანი. აი ეს მოდის კიდე, ნახეთ. იდუმალი რა, აი ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ყველასთვის. შეიძლება აი 1-2 ან რა ვიცი, 10 სიტყვაზე არ ვიცი. მაგრამ აქ არის რაღაცა ესეთი საიდუმლო, რომ თითქოს ჭდება ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, იდუმალი, თქვენ შეიძლება არის იდუმალი პაკლონიკები რო არიან. ეხლა ზღაპარს გეყვებით, მე მგონი, მაგაში ბაზობისთვის არ არის ზღაპარი. რომელიც, აი რუსულად არის სიტყვა ბაგრავიძილ, დაწერეთ ვინმე ქართულად, სულ მავიწყდება ეგ სიტყვა. ანუ ადამიანი, ვინც შენ გფარველობს. ხო. და ამიტომ აქ არის როგორი სიტუაცია, თითქოს აი ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ
ვიღაცა ჩუმად გფარველობს, აი ხო არის ზოგჯერ თქვათ იღებ რამეს თქვათ ან საჩუქარს ან რაღაცას და არ იცი ვინ არის, ვისგან არის ეგა. გაიგეთ? აი ეგეთი რაღაცა მოდის აქ. იმიტომ რომ ყურუმი მე რამდენჯერ ამოვიდა უკვე აქ. კი, ეხლა თავისთავად იცით თქვენ ჩემი მიდგომა ყურუმთან, მაგრამ ეს ცოტა სხვა ენერგიაც არის, აქ არ არის მარტო ეზოტერიკა და რამე, ხო? ეხლა ნახეთ სიყვარულის, იმიტომ რომ აქაც ნახეთ გამოჩნდა. ურთიერთობა. კიდე შემიძლია რა გითხრათ, ნახეთ. ვიღაცასთან ექნება ახალი გაცნობა, თქვენ გაიცნობთ ადამიანს, რომელიც იქნება კი, ეხლა ეთქვით რა ქორწილია და ეხლა ახალი ადამიანი საჯაროა. გაიგეთ, შეიძლება ახლა კი ბატონო, აქ შევახობით ახალი გაცნობილი, დიდი ხანი გელოდებოდით და თქვათ გაგიცანი. და ეს საბედო ვიღაცა მოდის, რომელსაც არ იცნობ თქვენ და აქ ცოტა კარმული თემაა. ეხლა ნახეთ რა ხდება. ვინც დაუშვათ, ან გაიცანით, ან გაიცნობთ ისეთ ადამიანს, შემოვა თქვენ ცხოვრებაში, თუ გვერდხები საერთოდ ისეთ ცოტა სწრაფი ენერგია. მაგრამ იცით რა არის, აი ხო არის სულიერად ერთნაირები ვართ, გაიგეთ, აი საინტერესო პიროვნება თქვათ სასაუბროდ დაუშვათ, ხო? აქ ჯერ მე არ მაჩვენე, მოდით ასე ვთქვათ, ახლა ეს ნახოთ და მე ვკითხოთ, ვისაც უკვე აქ ურთიერთობა იმათთვის, იმიტომ აქ რაღაცა ან თქვენ გექნება თქვენ პარტნიორთან, თქვათ რაღაც ცეთნა ბიჭს გააკეთებს, რომ კიდე ნახეთ. შეიძლება თუ თქვენ იყავით დუმალი ქალი, შეიძლება დაუშვათ გაგაცნობს ოჯახს. შეიძლება, ან გაიგებენ რაღაცას, ხვდებით? ან მიიღებთ მესიჯს იმისგან, რომ თქვათ ეხლა ან კიდე გაიგებთ შეიძლება ინფორმაციას, რომ თქვენზე გაიგეს მოგისმე ოჯახმა ან ოჯახის წევრებმა. ეგაც მოდის, ნახეთ. საინტერესო. ან ხო გეუბნებით, რომ თითქოს თქვენი ეს ახალია თუ რა ხდება მითხარით. ხო ახალი ვიღაცა ჩუმად გითვალთვალებს ეს ადამიანი, რო იცოდეთ. ჩუმად გითვალთვალებს მაგას სხვათა შორის, აი დააკვირდეთ სმაილიკები, ვიღაცა გიყურებს, თქვათ რაღაცას, არ გწერს შეიძლება. მაგრამ სულ ყველგან არის, დააკვირდეთ. კიდე აბა ვისაც აქ ურთიერთო ეს ახალი გავიგეთ. აბა მოიცადე, აბა ძველი ურთიერთობისთვის აქ რას გვეტყვით ჩვენ ახლა თუ ავიღო სხვა. ძველისთვის არაფერი არ არისო. კაი, მოდით მაშინ ისა რა ქვია, აბა ვისაც აქ ურთიერთობა იმათთვის რა არის? ნუ აქ სიყვარული დაფრენავს, კი ბატონო. ხო თქვი რომ აქ რაღაცა სხვა ინფორმაცია მოდიოდა. არა, ვისაც ახლა ურთიერთობა აქ ძალიან გადასარევი სიტუაცია არის, სიყვარული, ბედნიერება და აი გითხარით, ეს ნახეთ, აი აქ რო გავიჭედე, გახსოვთ რომ ვიძახდე. მე რო რაღაცა იმპერატორი, აქაც იმპერატორი, ნახეთ, აი იმიტომ გვითხრეს, რომ აქ რაღაცა იმპერატორი თქვენი ამოძრავდება სხვანაირად. ნუ ვისაც ქორწილი ვთქვი, კი ბატონო, ქორწილი გაქვთ, უეჭველი გაქვთ ქორწილი. აქ ქორწილს ვერ გავმაზავთ ჩვენ ამ კვირაში, უეჭველი არის აქ ქართული. თუნდაც მარხვა არის, ნუ შეიძლება სხვა ქვეყანაში ხარ, სადაც ახლა არ იცავენ, რა ვიცი. ნუ ან არ იცავ, თქვათ, რა ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში სულ მცირე ერთად დაიწყებთ ცხოვრებას, გადაწყვეტილებას მიიღებთ დაუშვათ. ბედნიერება იმ წყვილში იმ რომ აქ მამაკაცი იღებს რაღაც პასუხისმგებლობას, იცით? თუ დაუშვათ ქმარია თქვენი, საჩუქარსაც ელოდეთ, აუცილებლად ან ძალიან დიდ საჩუქარს. ძალიან დიდ საჩუქარს. ტრანსფორმაცია გადის, კი. რაღაცა იცით რა არის, დიდი ხნის ტრანსფორმაცია თუ გქონდათ, რაღაცა ცვლილებები იყო, აი ეს დასრულდება. აქ რაღაც ახალი ეტაპები იწყება.
კი ერთი და იგივე ტარო გამოდის. ერთი და იგივე არკანები. აქ ნახეთ კიდე შეიძლება იყოს სიტუაციები вообще საერთოდ თქვენ სივრცეში ადრე მე ვთქვი, რა ვიცი, ვინც სულ უყურებს ჩემს გაშლებს, გახსენდებათ, რომ გითხარით, როცა ჩვენ რაღაცას ვუცხადებთ სამყაროს, ხო, აი ეს მინდა, ასე მინდა რომ იყოს, დავუშვოთ, ხო? გინდათ სთხოვეთ, სხვათა შორის გუშინოს მენდე ერთ საინტერესო მისაკ მიყვარს ებრაელების მოსმენა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ადამიანი ბრძელი ერია და იქაც საინტერესო იყო, გითხეს, რომ აი ღმერთს შეიძლება ვთხოვო ფულზე ან რამეზე ისეთზე და მაგან ისეთ პასუხი რა ვინმე თქვა, რომ რატომაც არა პირიქით ღმერთს გაუხარდება, აბა ნახე, აი დავუშვოთ ახლა შენ მანქანას ვთხოვ, ხო? ეს მანქანა ხო შენ გჭირდება რაღაცა შენი საქმეებისთვის, ხო? ნუ ახლა მანქანა ტყუილა რა, სადღაც მივდივართ, ხო, მანქანით. ეს ამ საქმეს რო აკეთებ, შენ ხო სხვებსაც ეხმარები ამით. ანუ, ნუ პრინციპში ელემენტარული მაღაზიაში უნდა წავიდე, ხო? მოვიტანე პროდუქტები. მანქანით მივდივარ. მე ხო ვხარჯავ იქ თანხას, ხო? ის თანხა ხო არის ხელფასი, თქვა, თუნდაც იმ თანამშრომლების, ვინც იქ მუშაობს, გამყიდველების. აი ასე რო შეხედო სიტუაციას, ხო? ანუ ის შენს თხოვ, რომ დამეხმარე, იმიტომ რომ ეს მჭირდება, თქვა, ამისთვის. ну, გინდაც ბინას რო სთხოვ, ხო? დაჟე თქვა, რომ ფულიც შეგიძლია სთხოვ, просто უნდა თქვა, რისთვის გინდა უნდა იცოდე რა. და ეს რატო გამახსენდა, იმიტომ რომ აქ თქვენ ეთყობა თხოვდით რაღაცას დიდი ხანია. და რომ აი ასე მინდა რომ თქვა იყოს და მოდის ეს პერიოდი ზუსტად რომ უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ეს სიახლე. რომ 10-იანები ეს დასასრულია და უკვე ტუზები წამოვიდა, ეს უკვე როცა ახალი რაღაცა უნდა შემოვიდეს. ახალი მიდგომა დაუშვოთ, ხო? აქ მიაღწია ურთიერთობამ დაუშვოთ იმ დონეზე, რომ კარგად ვართ. ეხლა მე ვიცი, რომ ბევრი მიყურებს არა იმიტომ, რომ თქვა, ეხლა ცუდად არის რამე ურთიერთობაში, შეიძლება უბრალოდ სხვა რამეები აინტერესებს, მაგრამ ან განახლებული გოგოება, თუ ვინმე კიდე გეუბნებით თქვენ ახალი გაცნობილი ყავთ ადამიანი, ხო, იცოდეთ, რომ ეს სერიოზული რამისთვის მოდის. აი, ესაც ვიღაცა. ხო, თქვით ჩვენ, რომ ახალი მოდის. ისეთი საინტერესო პიროვნება იქნება, აი, საუბარი, საინტერესო საუბარი. გაიგეთ, როცა ერთმანეთის გვესმის, მაგრამ ძალიან გთხოვთ. ცოტა ისე, ნუ, აქ ვისაც კორწილია, ხო გასაგებია, всё, გავათხოვოთ ვიღაცა, მაგრამ კარგად გაიცანით ადამიანი, კარგად, ნუ მიიჯაჭვებით ეგრევე, ნუ ცოტა კარგად გაიცანით ადამიანი და მერე უკვე გადაწყვეტილება მიიღეთ, დაიწყოთ თუ არა ურთიერთობა, всё. თუ უკვე ვინმე გაიცანით გოგოებო და გინდათ ახალ პარტნიორზე, დაწერეთ, თუ ბევრი დაწერს, მე გავაკეთებ კიდე ახალ პარტნიორზე. всё, ჩემო ლამაზები, მე მგონი თქვენ აიღეთ ინფორმაცია, რაც გჭირდება, მეგისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს. მომავალ შეხვედრამდე.